პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და დაცებს ვაფინანსებთ, ხაბეიშვილს ფულს უხდიდით, აგენტი ანიტა იყო, იქ მერე ნოდარ მელაძეს რაღაცა, ყველას ფულს უხდიდით, კარგად იყავით, წავიდა და ვაფშე არაფერი არ შეიქმნა. ქართულ პოლიტიკურ პროცესზე მაგას ქონდა გავლენა 0. კოლ-ცენტრები ეზერაში საქართველოში ქონდა გახსნილი ათეულობით კოლ-ცენტრი სუსის კრიში. კოლ-ცენტრი რაღაცა იცი? კორპუსი დგას, რომელშიც ზის მომსახურე პერსონალი, რომელიც რეკავს სადღაც ევროპაში და თაღლითური გზით ფულს ახევს იქაურ პენსიონს. რის შესახებად პეცამსახურება კი არა. აი, ყველა მიცოდა რომ აი ამ კორპუსში მერვე სართული უკავია კოლ-ცენტრს. ამაში მეშვიდე თან ბიჭო, ვაფშე ყველა მიცოდა. ქურდების კორპორაცია არის, პოლიციამ როიცის, სუსმა როიცის, ყველამ როიცის. მაქიდან მე ეს ოპოზიცია ფინანსდება, ყველა აზრზეა და რამდენს უძლებს ეს თავი.